ხარების დღესასწაული წალკის მუნიციპალიტეტის მორწმუნეთა ნაწილმა სოფელ ცხოვრეთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში აღნიშნა. საღვთო ლიტურგია სოფელ რეხის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის სამრევლოს წინამძღვარმა მღვდელმა გრიგოლ გურგენიძემ აღასრულა. ხარების დღესასწაული გულისხმობს იმ მოვლენის აღნიშვნას, როცა მთავარანგელოზ გაბრიელი ახარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მართლმადიდებლ მარიამს, რომ ის გახდებოდა ღვთისმშობლის დედა, ანუ ღმერთის დედა. ეს მოვლენა სწორედ არის სიხარულთან, ხარებასთან დაკავშირებული. თუ დავაკვირდებით ჩვენ სწორედ აი აღსავლის კარებზე ყველა ტაძარში გამოსახული არის ასე მთავარი ხარება, ხარების კომპოზიცია, რომელიც არის როგორც აი ეკლესია შეასხამს დასაბამი დღესასწაულთა დღესასწაულისა. სწორედ ამით დაიწყო სწორედ კაცობრიობის ცოდვისაგან გამოხსნის ამ შემთხვევაში სწორედ ის საფრთხო მისია, ესე რომ ვთქვათ, რომელიც აღსრულდა სწორედ მაცხოვრის ჯვარცმით. დღესასწაულზე ტაძარში დედა ღვთისას ორი იდენტური, ჯერ ანალოგის არ მქონე ხატი დააბრძანეს. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლის ლოცვა კურთხევით შეიქმნება ღვთისმშობლის ან დედა ღვთისას ხატი ბედია ცხოვრეთის სახელწოდებული, რომელიც აი მოიცავს ანუ ორი ტყუპის სალეს ხატი, ორი მსგავს იდენტური ხატი უნდა გაკეთდეს და დამზადდეს შეიქმნას, რომლის შინაარსი გადმოცემულია სწორედ სამღვდელმთავრო, ესე ვთქვათ, აი კონდაქტში, სადაც მოცემული არის სწორედ ის სიმბოლოები არის აღნიშნული, ღვთისმშობლის ლოცვა არის სიმბოლოები არის მოცემული, რომელიც აი აქ არის გამოსახული. ეს რა თქმა უნდა გამშვენდება, შემდგომ ეს ჭედურობით შეიმოსება, შემოსილი იქნება სწორედ იმ დღესასწაულებით, სადღესასწაულოდ, რომელიც ღვთისმშობელთან არის დაკავშირებული და შეიმოსება ამასთანავე სწორედ აი ტიტორთა შემომწირველთა წმინდანების გამოსახულებით. აქ ამასთანავე სახელდაბურები არის სწორედ ამ შემთხვევაში, რომ ხატის თვითონ შექმნასთან დაკავშირებით, ანუ ეს ანალოგიური ხატი არ არსებობს. ეს არის პირველი და რომელიც თავის თავში მოიცავს სწორედ რომ აი თუ დავაკვირდეთ აი ეს დედა ღვთისას ხელთა აქვს უპრია მაცხოვრის კვართი, ვინაიდან მოიხსენებათ რომ ივერია ან საქართველო არის კვართის მცველი ქვეყანა არის და წირთომილი ღვთისმშობლისა და სწორედ აი კვართით არის გადაფარებული სწორედ სრულიად საქართველოსთან და ქვემოთ გამოსახულია სწორედ ის ტაძრები, რომლებიც აი ყველა ტაძარი ვერ გამოვსახეთ, მაგრამ ყველა ის ტაძარი ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენი სახელდობრივ არის. ტყუპ ხატთაგან ერთი ცხოვრეთის ღვთისმშობლის ხარების, მეორე კი აფხაზეთის ბედიის მონასტერში დაბრძანდება. ორი გეოგრაფიული ადგილი, რომელიც ჩვენთვის სულიერადაც მნიშვნელოვანია და ისტორიულადაც მნიშვნელოვანია, აფხაზეთი, ბედიის წმინდა ტაძარი, რომელიც იყო საეპისკოპოსო კათედრა იყო და მეორე წალკის ეპარქია, რეხა ცხოვრეთის ეს წმინდა ტაძარი, რომელიც ერთმანეთთან სულიერი კავშირის სწორედ ამ შემთხვევაში დამკვიდრდება და მოხდება სწორედ ამ შემთხვევაში ის სულიერად გაძლიერება ერთმანეთსა. ჩვენ წამს და გვჯერა სწორედ იმისა ღრმად რომ როგორც დღეს აღესრულა სამღვთო ჟამისწირვა ცხოვრეთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში და მობრძანდა ეს ხატი, რომელიც დასრულებული არ არის, მაგრამ ამ ადგილს აქ დაიმკვიდრებს სწორედ ერთ-ერთი ხატი, მეორე ხატი ამ შემთხვევაში თავის ადგილსამყოფელს სწორედ აი აფხაზეთი ბედიას აი მალე დაუბრუნდება. ჩვენ ღრმად გვწამს და გვჯერას, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის და ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით ღვთისადმი, ჩვენი სამშობლოსადმი სწორედ შევძლებთ სწორედ იმ სულიერი კავშირის და სწორედ სულიერი მთლიანობის აღდგენას სწორედ ჩვენი ქვეყნისა. მეუფე გრიგოლის ლოცვა კურთხევით შეიქმნა ეს ხატი და მისი დიდი სურვილი იყო სამღვდელმთავრო კონდაკიდან აღებული ლოცვა, რომელშიც არის ჩამოთვლილი ღვთისმშობლის სიმბოლოები, ტაკუკად, მაყულად, შეუწველად, კვერთხად, განედლებულად და ასე შემდეგ, ეს სიმბოლოები გადმოგვეტანა ხატზე. კვართი ჭულეს ღვთისმშობელს ალბათ იცნობთ, ძალიან ცნობილია ძველი ხატია ესეთი, იქაც აქვს დედა ღვთისმშობელს კვართი დაჭერილი ხელში და რადგანაც ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველო და ჩვენი დიდი, ყველაზე დიდი სიწმინდე საფარველი და ასე რომ ვთქვათ, საუნჯეარის მაცხოვრის კვართი ჩვენი ქვეყნის ეს ორი კავშირი გამოსახეთ დედა ღვთისმშობლის საფარველის ნაცვლად, ამ შემთხვევაში დავაჭერდნით კვართი. სრულიად საქართველოს ვლოცავ ამ ლამაზ დღეს, სიხარულის დღესასწაულს, როგორც დღეს არის დასაბამი სიხარულისა ჩვენს ქართველებს და მთელ მსოფლიოს ღმერთმა მიმადლოს
სიხარული და უფალთან ყოფობა, რადგან სულიერი სიძლიერით ჭეშმარიტ გზას არ ავწდეთ. ტყუპი ხატების ქტიტორთა შორის 63 წლის ტყუპიდები არიან. ჩვენ დევნილები ვართ აფხაზეთიდან. რო დავიბადეთ, ჩვენი გვარი სალოცავად ოჩამჩირეში წავიდნენ დილით 6 საათზე. ილორის წმინდა გიორგში ილოცებოდა ფაცურიების გვარი. ჩვენ 9 საათზე დავიბადეთ და ჩვენი ბებია, მამას დედა, თათუშა ძალიან მორწმუნე ქალი იყო, ძალიან კეთილი ქალი იყო. ბებიამ ცხენით აწია ადამიანები, რომ 2 დაიბადა და ესენიც რომ ლოცვა დამილოცეოდა 60 წელი გავიდა და ჩვენც იგივე გვარი გამოვილოცეთ. სრულიად საქრისტიანოსა და ქრისტიანულ საქართველოს ულოცავ გამორჩეულ დღესასწაულს ხარებას. დედა ღვთისა ფარავდეს სრულიად საქრისტიანოს. სწორედ დედა ღვთისას მფარველობითა და მეოხებით შევძელი რომ მიმეღო ცხოვრეთის დედა ღვთისას ხატის დაწერაში მონაწილეობა და იმედი მაქვს დედა ღვთისას მეოხებით ჩვენი ქვეყანა საქართველო იქნება გამთლიანებული. ეს უძველესი ის არის ხარების სახელობის ტაძარი იყო, ეს შუა საუკუნეების პერიოდს მოიცავს. ტაძრის არქიტექტურა ამ შემთხვევაში რაღაცებში გარკვეული რაღაც ფრაგმენტები შემონახულია. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებსა, ძველი საფლავებიც არის და ეს ადგილი გამოუკვლეველია. ადგილმდებარეობას როგორც გვაკვირდებით ჩვენ არის უნიკალური ადგილმდებარეობას გააჩნია, იმიტომ რომ ეს არის მდინარე ქცია, რომლის პირას არის ეს სოფელი გაშენებული სრულად. აი ზემოთ არის თავკვეთილი ადგილი, ეს არის უნიკალური ადგილია თავისი ბიომრავალფეროვნებით. აღუშტი ბატონიშვილის აღწერის მიხედვით მდინარე ქციის პირას გაშენებული სოფელი ცხოვრეთი მის გვერდით მდებარე სოფელ საქათმესთან ერთად აღა მაჰმად-ხანის შემოსევისას განადგურდა. ამ დროიდან ამ მიწა-წყალზე მოსახლეობის არსებობა აღარ დასტურდება. თუმცა ისტორიის სადარაჯოზე მუდამ მდგარი მომცრო ტაძარი, ადგილზე შემორჩენილი საფლავის ქვები და ნასახლარის ფრაგმენტები მკვლევარებსა და ახალ მოსახლეობას ისევ ელიან. სოფლის აღდგენა დასახლება მღვდელ გრიგოლ გურგენიძის უახლოესი გეგმების ნაწილია.